ცეცხლის ნიშნები ვთქვათ. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. მშვილდოს ნიშნავს თქვით, რომ ცოტათი რთული იქნება, იმიტომ რომ ანტაგონისტია მშვილდოსანი და ტყუპები ზოგადად ვერ უგებენ ხოლმე ერთმანეთს ტიპიურები. აი მშვილდოსნებისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი, რომ მიხვდნენ, რომ ყველაფერში და ყოველთვის მათი აზროვნება და მათი აზრი არ იქნება სწორი. ანუ უნდა ისწავლონ აი თავიანთი პოზიციების მომენტებში დათმობა, კომპრომისზე წასვლა, იქ უჭირთ ხოლმე ტიპიურ მშვილდოსნებს. გონიათ, რომ ეს სულ მე მართალი ვარ, ეგ პოზიცია აქვს ტიპიურ მშვილდოსნებს. ამიტომ აი ამის გაშვება მოუწევთ ამ პერიოდში, რომ სხვების აზრიც მიიღონ და გაითვალისწინონ. ლომებისთვის კარგი პერიოდი იმ კუთხით, რომ ეხლა ტყუპები და ლომი მეგობრობ ზოგადად, ანუ ლიდერია, ქარიზმატულია, ძლიერია, მაგრამ აი ეხლა იქნება კარგი, რომ ახალი განათლება მიიღოს, აი ახალი ინფორმაციები მიიღოს და აი საკუთარი თავის პოზიციონირება კიდევ ახლებურად გააკეთოს. ეს ლომებს რაც შეეხება. ეხლა ვერძი. ვერძი არის იმპულსური, ხო, მოუთმენელი ისეთი მიზანდასახული და ვერძებისთვის მნიშვნელოვანია ეხლა ისწავლონ აი თავიანთი იმპულსების დაბალანსება მენტალურად, გონებაში, რომ დააბალანსონ თავიანთი იმპულსები. ეს იქნება მნიშვნელოვანი. ისე საბოლოო ჯამში ვერძი და ტყუპები მეგობრობენ.